მრავალშვილიან ოჯახებს ქუთაისში დახმარება გაუზარდეს. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარეხი ნიჟარაძემ სხდომაზე ისაუბრა. შედეგად თითოეული ოჯახი ერთ ბავშვზე 40 ლარის, ნაცვლად 50 ლარს მიიღებს. მრავალშვილიან ოჯახებს წოვან ერთი თოვლ ბავშვი, იცით რომ ეძებოდათ 40 ლარი, ერთ ბავშვი და ეს გახდა დღეს 50 ლარი. შეიძლება ხა ძალიან ისეთი თანხა არ არის, ვთქვათ, რითაც ჩვენ მრავალშვილიანი დედები ჩემთვის არის ყველაზე საპატივცემულო, აი გმირები არიან მრავალშვილიანი ოჯახები საერთოდ. ხო და ამიტომ სულ ვცდილობ ხოლმე რომ რაც კი შეუძლია ჩვენ ბიუჯეტს რომ შევეხიდოთ ამ ადამიანებს იმაში, რასაც ქვია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ისინი ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს უზრდიან ხვალინდელ დღეს და მომავალ თაობას და ამიტომ განსაკუთრებული პატივისცემა მათ ჩემგან ის რის საშუალებაც იყო აღმასრულებელთან ერთად ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავეთ როგორც კი გამოჩნდა სახსები და აქ ზუსტად დაიხარჯა 298,000 ლარი. იცით რა არის ძალიან ისეთი ბიუჯეტია ქუთაისის ბიუჯეტი რომ ძალიან რთულია უცებ ასეთი დიდი თანხის მობილიზება რაც ვთქვათ ახლა მოახერხეს და მადლობა ამისთვის ბატონ დავით რემეიშვილს, დავით ნიშანძეს, ბატონ შალვა მშვილდაძეს რომელიც აი მართლა თავიდან ბოლომდე დამიდგა გვერდით ამ საკითხის აღმოფხვრაში სოციალურ სამსახურთან ერთად ხა თქვენ იცით რომ სოციალური სამსახური ვარლამი განსაკუთრებით არის მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირებული ამისთვის და განსაკუთრებული მადლობა ბატონ გიორგი ჭეღვარიას რომელიც მოსვლის დღიდან ზუსტად ამ საკითხზე ჩვენთან ერთად და ჩვენ გუნდთან ერთად მუშაობს. 2880 ბავშვია ზუსტად ეს 10 ლარი გათვლილი ხა 298,000 ლარი დაემატა ზუსტად მათ და ნუ 4 ოჯახი 4 შვილიდან იწყება მრავალშვილიანები ჩვენ ვიცით ძალიან კარგად და 40 ლარი 50 ლარი 60 ლარი, ნუ მაინც რაღაც შეღავაც ალბათ ყოველთვიურად მისცემს მათ და მე კიდევ ერთი დიდი პატივისცემა ჩემგან კიდევ ვიმეორებ და ვიცი რომ ესეც ვთქვათ არის მიზერული, მაგრამ მე ვაგრძელებ მათ თანადგომას და როგორც კი კიდე რამის საშუალება იქნება, ჩათვალე რომ მე მათ გვერდით ვდგავართ რა. მთელი გუნდი. ზრდის ფონზე ვთქვათ მოვიძიეთ ადგილობრივ ბიუჯეტში, თქვენ იცით რომ როცა ვთქვათ რეგულარული ფონდი ან მუნიციპალური განვითარების ფონდი ესში უხლებზე არ იწევს ხოლმე მატებას და ის უფრო ინფრასტრუქტურაშია და ეს ადგილობრივ ბიუჯეტში რაც მოახერხეთ ამ წუთში რისი აკუმულირებაც მოხერხდა ის გავაკეთეთ.